Доброе утро. კაზანტიპის პრეზიდენტი ნიკიტა მარშუნოკი ენერგიულ დილამშვიდობისას გვეუბნება და სხვადასხვა მედია საშუალებები იმ ტერიტორიის დასათვალიერებლად მივყავართ, სადაც ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სპორტულ-მუსიკალური ღონისძიება კაზანტიპი 2014 გაიმართება. შავი ზღვისა და ანაკლიის ულამაზესი ხედების ნახვის შემდეგ უშუალოდ ღონისძიების ჩასატარებელ ადგილას აღმოჩნდით. Почему Анаклия? Რატომ ანაკლია და რატომ საქართველო? პირველ რიგში იმიტომ, რომ აქ მსოფლიოში ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. როცა პირველად ანაკლია ვნახე, საკმარისი იყო 5 წუთი და მივხვდი. ეს ადგილი საუკეთესოა კაზანტიპის მთლიანი რესპუბლიკის აქ გადმოსატანად. 30 ჰექტარ ტერიტორიაზე კაზანტიპისთვის სპეციალური ინფრასტრუქტურის მოწყობა და სამზადისი უკვე აქტიურ ფაზაშია. ღონისძიებისთვის ერთი მთავარი და 3 დამატებითი სცენა შენდება. ამ ტერიტორიაზე ასევე კარვების ზონა, საშხაპეები, სხვადასხვა კვების ობიექტები, ღია და დახურული ბარები მოეწყობა. ცოტა ხანში აქ სასტუმროები სოკოებივით გამრავლდებიან. თავარია დავამტკიცოთ, რომ ამ ადგილზე დღესასწაულები აუცილებლად უნდა ჩატარდეს. აგვისტოში აქ უკვე დიდ ქალაქს ნახავთ, სადაც არაჩვეულებრივ და დაუვიწყარ სანახაობაში მონაწილეობას უამრავი ადამიანი მიიღებს. რეალობის რეალური ალტერნატივა, ასეთია ყოველწლიური ელექტრონული მუსიკის ფესტივალის კაზანტიპი 2014 სლოგანი, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად საქართველოში მსოფლიოს 106 ქვეყნიდან მოწვეული მუსიკოს შემსრულებლები ჩამოვლენ. მათთან ერთად 10 ქართველი დიჯეიც დაუკრავს. სპეციალურად კაზანტიპისთვის 10 დღის განმავლობაში ჩარტერული რეისი იბიცა-ქუთაისი განხორციელდება. კაზანტიპზე ზოგადად ჩვენ ყველანი მოცილებობდით, რომ მოხვედრილიყავით. მართლა, უბრალოდ იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი არის. ქართველი მუსიკოსებისთვის ძალიან დიდი სტიმულია, იმიტომ რომ მოუწევთ ისეთ არტისტებთან ერთად მოღვაწეობა და პერფორმანსი, როგორიც არის რიკარდო ვილალობოსი, დიქსონი, მარტინ ბუთრიხი, ამე, ჯემი ჯოუნსი და გაგრძელება შეიძლება ესე კიდე 100 არტისტი. ნარინჯისფერი რესპუბლიკის, ანუ კაზანტიპის ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ მოქალაქის ნამდვილი ვიზით იქნება შესაძლებელი. 10 დღიანი ვიზის ფასი 300 ლარს, ხოლო 1 დღიანი 150 ლარს შეადგენს. კაზანტიპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო წელსაც ყვითელი ჩანთაა. სპეციალური შტრიხ-კოდიანი იარაღით დანიშნული ყვითელი ჩანთით კაზანტიპის ტერიტორიაზე გადაადგილება ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა. თუმცა ამ შემთხვევაშიც ერთი მთავარი მკაცრი წესი მოქმედებს. არ უნდა ჩაგეძინოთ. ძილი ყვითელ ჩანთიანებისთვის ავტომატური დეპორტია. Я со своей стороны гарантирую, что ჩემი მხრიდან მე გვპირდებით, რომ ჩვენ მზად ვართ შევქმნათ და წარმოგიდგინოთ უნიკალური დღესასწაული, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ. ბოლო მონაცემებით ვიზა უკვე 24,000-მა უკრაინელმა და 7,000-მა ქართველმა მელომანმა აიღო. ღონისძიებაზე მოხვედრა ქართველი და უკრაინელი გოგონებისათვის უფასოა. რეგისტრაციის ბოლო დღე 19 აგვისტოა, ხოლო 20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით ვიზის მფლობელებს 10 დღის განმავლობაში ნონ-სტოპ რეჟიმში კარგი მუსიკა, მზე, შავი ზღვის სანაპირო და დაუვიწყარი გართობა გელოდებათ.